მაკიაჟი, ვარცხნილობა, მანიკური წლის ყველაზე მნიშვნელოვანი დღისთვის მზადება სკოლადამთავრებელმა გოგოებმა დილიდან დაიწყეს. ქეთი ლაბაძის ვარცხნილობა საბოლოო სახეს მალე მიიღებს. მანამდე კი ვიზაჟისტის კაბინეტში მარია მიემზადება. აქტუალურია მალინისფერი, მოწონთმუქი, ღვინისფერი. ნაწილს უფრო მაგალითად წითელ ფერზე იყო მოთხოვნა ტუჩის ფერზე. სადა მაკიაჟი, ვარცხნილობა რეტრო სტილში და მკვეთრი ფერის სამოსი სკოლის გამოსაშვების აღამოს მთავარი ხაზია. სკოლას ვინც ამთავრებს, ახლა არც მაგათ ასაკს უხდება ესეთი ჩაცმულობა და პრიჩოსკა, უმჯობესი იქნება ცოტა სიახლეს თუ შემოიტანებენ. ავანგარდული პრიჩოსკები, რაღაც ხაზები, ფერების სიხალისე. 2016 წლის მოდის ტენდენციებისა და საკუთარი გემოვნების გათვალისწინებით შეარჩია სამოსი ქეთი ლაბაძე. ძალიან ცოტა ძველი საუკუნის სტილი და ამის გამო შევარჩიე რეტრო სტილი. ქეთისგან განსხვავებით ცნობილი დიზაინერების იდეები გააერთიანა მარიამ ჭყიკვაძემ. საბოლოო შედეგი მისთვისაც სიურპრიზი აღმოჩნდა. კაბის მოდელი ავიღე ორი სხვადასხვა დიზაინერის მოდელიდან, ერთი არის პრადა ზედა ქვედა და ზუჰაირ მურადის ქვედა. თამამ და მოქარგულ კაბებით შემოსულ გოგონებს პარტნიორობას კლასიკურ და ხშირ შემთხვევაში პრაქტიკულ სამოსში ჩაცმული ბიჭები უწევენ. კონსტრუქციად შეეხება და საროჭკას, იმიტომ თავიცი რომ მიღებული არის ეს წესი არის ეს. შევარჩიე სპორტი კლასიკური, მეწყვილასაც შევათანხმე და ადვილად შევარჩიე. დიზაინერების თქმით, წელს წვეულებისთვის შეკერილ სამოსში თამამის სილუეტები და ბორდოს ფერი დომინირებს, რასაც თან ახლავს ხელით შესრულებული ნაქარგები. განსაკუთრებით აქტუალური არის ძივებით, ბისერებით, თვლებით გაწყობილი, მაქმანებით გაწყობილი კაბები, რომელსაც ჩვენ ხელით ვაკეთებთ და ეს ძალიან მოსწონთ. ქუთაისის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის, ისევე როგორც ყველა მათი თანატოლისთვის, გამოსაშვების საღამო ჰოლივუდის წითელ ხალიჩას გავს. ფოტოგრაფებისა და ვიდეო აპარატების თანხლებით. აქ არ არსებობს ერთი სტილი. ყველა თავისებურად ცდილობს წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინოს. ვინ ჯინსით და ვინ თამამიკაბით. თავარია ეს დღე იყოს დაუვიწყარი.